მადლობა. ესეც ლიმონი. ერთი შე. მადლობა. ერთი შე. გამარჯობა. ბოდი შირათ უყალოდინით. არა, მეც აქ მომავედი არა მუშაობ. მადლობა. არის რამე ახალი? ახალი ის არის, რომ ვერც ერთ ქალზე გასვლა და მათი ინციდენტის დადასტურება ვერ მოხერხდა. ანუ არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს? სამწუხაროდ არა. და იცით რა მაინტერესებს? მას რა მტკიცებულება აქვს და ყველას რატო ჭერა მისი? ანა უნდა გესმოდეთ, რომ მისი ავტორიტეტი ძალიან ბევრს ნიშნავს. და ეს ნორმალურია, რომ მისი ავტორიტეტის გამო ყველას მისი სჯერა და მას მტკიცებულებები არ სჭირდება. რაღაც ვიდეო მასალა არსებობს, რომელსაც ჯერ არ აჩენს. რა ვიდეო მასალა უნდა იყოს? რისი ვიდეო მასალა უნდა იყოს? რა უნდა აჩვენოს, რაც არ ყოფილა? ანა, მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. შესაძლოა რაღაც ყალბი ვიდეო მასალა გამოიყენოს, რომ ეს ყველაფერი დაამტკიცოს. ვიმერე ვახმერთო ისეთ კაცებზე რა და საერთოდ მაგათ ავტორიტეტზე რატო აქვს ამდენი სუფლება ამიხსენით რა? და კიდე იმაძეს ვისაც მათი ჯერა. კაი ანა დაწყოთ ამის მოვა. რას მოახერხებთ მითხარი? მე რამდენჯერ მოვდივარ აქ იცი? იმის იმედით რომ რაღაცა მაინც იქნება და რამე ნორმალურს გავიგებ და ცუდის მეტი არაფერი არ მესმის. არანაირი იმედი არ არსებობს. ისმის. მარტო ამის სათქმელად არ დამიბარები ხართ. კიდევ რამე არის? არის. ბანკის წარმომადგენლებს შევხვდი. მოგეხსენებათ კონსტანტინე მხოლოდ მათთან კონტაქტობს. თუმცა ბანკი არანაირად არ აპირებს მისი მორალური ზიანის რაიმე თანხით ანაზღაურებას. რაც თავდაპირველად მისი მოთხოვნა იყო. ძალიან კარგი კაცი არაფერს არ იმსახურებს. და მე რა იქნება? ცუდი ის არის, რომ აქ შემთხვევაში სასამართლოში აპირებს საქმის გადატანას და მსგავსი кейსი მოგეხსენებათ სისხლის სამართლის საქმეში გადის. გადაიტანოს. იქ მაინც ხომ მოუწევს მტკიცებულებების მიტანა თუ არა? მოუწევს კი, მაგრამ ანა ძალიან გთხოვთ რა. არ მინდა რომ რაიმე არასწორად გამიგოთ, მაგრამ დამიჯერეთ. ნაფიც მსაჯულებზე და მოსამართლეზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა არც თუ ისე ძნელია. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული ქალია და სწორედ ეხლა აქვს შეწყვეტილი ქორწინება. და იმ პერიოდში ბავშვი სხვა მამაკაცისგან ყავს გაჩენილი. გადავირები, მართლა გადავირები. კიდე ამაზე არის ლაპარაკი, ჩემი შვილი რა შუაში არის ამ ამბავთან? არის რაიმე გზა რომ სასამართლომდე არ მივიდეს და იქამდე მოვგვარდეთ. მაგ შემთხვევაში რამე დათმობებზე? არა, არანაირ დათმობაზე აღარ წავალ და თუ ვერ მეხმარებით, მაშინ დამანებეთ რა თავი რა. გამარჯობა. ხარია შენ ნახო. მეც. მაგრამ მე მგონი ამ ბოლო დროს ცოტა გადაგავიწყდი. არა, არ დამვიწყები ხარ. უბრალოდ ეგრე ხშირად ვერ გწერ ბოდიში. არა. რა ბოდიში? მესმის. მე მგონი ცოტა შეგაშინე, არა? არა. ეგეთი მარტივი არაა ჩემი შეშინება. უბრალოდ ეხლა თან სალაპარაკო მაქვს რაღაცაზე. ხვდები მე მგონი. საიდან უნდა ხვდებოდე? ვერ უნდა ხვდებოდე? ნავი მესამე თვალი თუ არ გაქვს და მომავალს არ ხედავ. არა.
ჩვენს წინა საუბარზე მგონია რომ გინდა. არა. მაგაზე ხო ვილაპარაკეთ და გავარკვიეთ. ცოტა ადრეა ეხლა და ხო. მართალი ხარ ალბათ. აბა რაზე გინდა ვილაპარაკეთ? ძალიან მერიტება, მაგრამ აი მართლა არავინ არ მყავს რომ თხოვო. თხოვი რაც გინდა თხოვი მე. მოკლედ ჩემი მეგობრები მიდიან ყაზბეგში. და მეც ძალიან მინდა რომ წავიდე. და გინდა რომ მეც წამოვიდე. ეგეთი სიტუაცია არ არის რომ შეყარებულები და რაღაცა. უბრალოდ ჩემი ფულს აღარ მაძლევენ და თან ბარათები რაც მქონდა ყველაფერი დამიბლოკეს. ფული გინდა? მართლა ძალიან მერიდება, მაგრამ მართლა არავინ არ მყავს ხალხს რომ ვთხოვო. თან არ მინდა რომ ეხლა მშობლებს მაგის გამო შეურიგდე რა. მაგრამ ნუ შენ თუ არ შეგიძლია ან რაღაცა ეგეთი? შემიძლია. მართლა დაწუნებული. ხო, ალბათ ყოველ შეგვირდება. შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა რა. აი ვის ვთხოვდი მართლა ძალიან დიდი მადლობა. ისე მადლობა, კარგი რა. დავისეირნოთ? დავისეირნოთ. დათო გამარჯობა ბატონო გია ხომ შვიდობა სალაპარაკო აქვს დაგერეკათ მერე ან საიდან იცოდით რომ აქ მომშაო რაც საჭიროა იმას ყოველთვის ვიგებ ესეთი სასტრაფო არის ამ სიშორეზე რომ გამოხვედით ჩემი ოჯახის კეთილდღეობა და სიმყარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ მისთვის ყველაფერს გავაკეთე. რა თქმა უნდა, ეგ ხო ცხადია. მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი. ჩემი ოჯახისგან თავის შორს გეჭიროს. არავის და არაფერს მივცემ უფლებას ჩემი ოჯახი არიოს. მარინა ფშესგარეშე იცხოვრა ამდენი წელი და როგორმე კიდევ მოახერხებს. მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ბიოლოგიური შვილი ხარ. ჩემი ოჯახის წევრი ვერ გახდე. იმედი მაქვს ყველაფერი გასაგებია. ბებო, მოდი, თორე დაიწყება და გამოტოვებ. მოვდივარ. ანუ კაი ფილმია? კი, ბებო, ხო გითხარი, მთელი კლასი ამ ფილმზე ლაპარაკობს. კაი, მაშინ ვყუროთ. დარწმუნებული ხარ, მამაც რა არ უნდა ყურება? არა, ბებო, რა ყურება, ხო ნახე შუბლი რა დღეში აქ. მოდი იწვეს რა დღეს და დაისვენოს, ეძინოს. რა? აი, ცოტა ხანი სამსახურიდან რო დაისვენოს, რა დაიმართება? არა, არაფერი ისეთი საშიში არ არის. მალე გაუვლის. თავი ეტვინი შერყევა არა აქ, ბებო. თავხიდავ და მოვალ. კარგი. არ გააღვიძო რა გთხოვ. Chasing storm clouds again through the thunder and
eyes and you don't, I can see. And the lights shine like stars down below and way above the white line. 'Cause I'm finally here, letting go. I'm free for the first time. Male, male, خوامیتی رو